კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, თუ გსურს საქართველოში არსებული კრიტიკული სიტუაციის მოგვარება, უკან უნდა გავიხედოთ და დავაკვირდეთ იმ მომენტს, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა მტერი გახდა. ევროკავშირმა დაიწყო საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ევროკავშირს არ ძალუძს საქართველოს მიაწოდოს ის საჭირო ენერგორესურსები, რომელსაც მათ რუსეთი აწვდის. რუსულ ენერგიაზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ეკონომიკა ჩამოიშლება. 20 წელია რუსეთის საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციას ეწევა და ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთთან დაუბრკოლებლად ვაჭრობდა. რუსეთის არმიას თბილისში 48 საათში შეუძლია შესვლა, რადგან საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ეს რუსეთის არ გაღიზიანება, რადგან ევროკავშირს საქართველოსთვის არანაირი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა არ შეუძლია. საქართველოში სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია ევროკავშირი სამართლიანი იყოს. საქართველოს მთავრობას სამართლიანი პირობები წაუყენოს და დაფიქრდეს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რაც დიალოგის დაწყების საშუალებას მოგცემს. ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო ძლიერები ვართ. მოდით მწვავე რიტორიკა გვერდით გადავდოთ და სასიკეთოდ ვიმოქმედოთ. სხვა შემთხვევაში ქართველები ჩვენი არარეალისტური საგარეო პოლიტიკის მსხვერპლნი გახდებიან. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.